სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტიანობა ვიცით და გათავისებული უნდა გქონდეს, რომ ის უმთავრესი საიდუმლოება ღვთის განკაცებისა, ყოფიერების მთავარი საიდუმლოება ღვთის განკაცების ჩვენში რეალიზდება იმით, რომ თითოეულ ჩვენგანში შემოდის ღმერთი და თითოეული ჩვენგანი ღვთის ტაძარი ხდება. ჩვენ ბერჯოლ გვითხოვს, რომ ეკლესია არის ღვთის ტაძართა ერთობა. ანუ ღვთის ტაძრები არიან ადამიანები და მათი ერთობაა პრინციპში ეკლესია. იმიტომ რომ თუ ადამიანი ღვთის ტაძრად არ ყალიბდება, ის არ არის ჯამთელი უჯრედი ეკლესიის სხეულისა. მონათრული თუ არის თქვათ და თუნდაც ხსარებელი და მაზიარებელი. რა თქმა უნდა, ღმერთი მოწყალია და ყველას თავისი შესაძლებლობების შესაბამისად მიაგებს და ეს შესაძლებლობები თვითონ მან მოგცა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ უფალი იმ შესაძლებლობების შესაბამისად ითხოვს ჩვენგან. როცა შენ მოგეცა ორი ტალანტი, არავინ მოგთხოვს, რომ მას 5 დაამატო, 2-ს 2 უნდა დაამატო და 5-ს 5, მაგრამ ორი ტალანტის მქონესთვის გვაწლი ისეთივე დიდი და ღრმა და ძლიერია, როგორც 5 ტალანტისთვის, იმიტომ რომ იგი თავის შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს. აქ ამაშია საქმე, მაქსიმუმი შესაძლებლობებისა. დღესაც პეტრე მოციქულის სიტყვები აღმოვიკითხეთ, რომ თუ აი ნათლისღება რა არის ჩვენთვის? ხო, წყალი სიმბოლო განწმენდისა, გამბანისა, თქვათ, რომელიც ყოველთვის გამოიყენებოდა ძველი აღთქმის თუნდაც რელიგიურ რიტუალებში, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ნათლისღება საიდუმლოებაა, ეს არ არის რიტუალი უბრალოდ. ან ღვთის წინაშე დადებული აღთქმის რაღაც გარეგანი ვიზუალიზაცია, როგორც სამწუხაროდ პროტესტანტებს აქვთ ეს ფიქრობენ. არამედ ნათლობა გარეგნულად ის წყლით სრულდება, მაგრამ ის სინამდვილეში არის საიდუმლოება და პეტრე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ იმიტომ კი არ ვინათლებით, რომ განვიბანოთ რაღაც თქვათ ხორციელი წიკვლისგან, ჭვიჭყისგან გნებავთ, ზნეობრივი ავიღოთ, კაცმა რო თქვას. არამედ იმისათვის, რომ ჩვენი გონება იყოს ტრფიალებით მიმართული ქრისტესკენ, ღვთისკენ, ანუ ეს ტრფიალება, ანუ გულმხურვალე სიყვარული ღვთისადმი. აი ეს გულმხურვალე სიყვარული ღვთისადმი კიდე ვიმეორებ, ერთის მხრივ ყველას თავისი ნიჭი აქვს, მაგრამ ერთმანეთს ნამდვილად ნიშნავს მაქსიმუმს ადამიანისას, მაქსიმუმს. და ასე დროს ადამიანი რა თქმა უნდა თავის შესაძლებლობის ფარგლებში ღმერთს ხედავს და ღმერთს რომ არ ხედავდეს აბა წლების განმავლობაში გაუჭირდებოდა ძალიან ესე გარეგანი ეკლესიური ცხოვრება. რა თქმა უნდა შესაძლებელია ადამიანი ფანატიკოსად ჩამოყალიბდეს და ჩვენ უნდა გვეშინოდეს ამისი და ვკითხოთ საკუთარ თავს აი ამდენი წელი ეკლესიაში რომ მართლა მორწმუნე ვარ, მართლა ესე იგი განმიცდია ღმერთი და განმიცდი პერიოდულად და იმიტომ ვარ აქ თუ რაღაც ფანატიკური რელიგიური ფანატიზმი მჭირს. რელიგიური ფანატიზმი ძალიან საშიში რამეა. ის ადამიანის ფსიქოემოციას მთლიანად იპყრობს და ადამიანი შეპყრობილი ხდება ფაქტიურად იმ დონეზე, რომ კაცის მოყოლას კი შეუძლია ღმერთის ბრჭყალებში, ღმერთის სახელით და ჩვენ ვიცით ამისთან მაგალითები ზოგადად რელიგიური ადამიანებისგან მსოფლიოში. მაგრამ არც მართლმადიდებლები არა ვართ დაზღვეული ამითი, რომ ჩვენ შეიძლება ასე არ მოვკლათ ადამიანი ღმერთის სახელით, შეიძლება არ დავწვათ კოცონზე, როგორც თქვათ, დასავლეთში ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ მოვიძულებთ ადამიანს და ზემოდან უყურებთ და ეს ვინ არის ეს უღმერთო და ანუ ჩვენ საჯულის პოზიციას ვიკავებთ. ესეც ფანატიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა და როდესაც ჩვენ გსურს რომ აი გავიაზროთ რამე ხო არ გჭირს მსგავსი, ეს არის მოყვასთან ურთიერთობა, ისე მოყვასთან ურთიერთობა არის ილუსტრაცია ჩვენი შინაგანი სამყაროსი. და ხოლო თუ მართლა ჩვენი გონება ღვთის ტრფიალებით ცხოვრებას ცდილობს, ანუ ღვთის სიყვარულს ცდილობს, მაშინ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენ ღმერთს ვიცნობთ, იმიტომ რომ ვინც არ გიცნობს, იმას ვერ შეიყვარებ, ეს ცნობელობა ნიშნავს, რომ ჩვენი გული პერიოდულად ხედავს ღმერთს, გული თუ ხედავს ღმერთს, ეს ნიშნავს, რომ გული მეტნაკლებად წმინდა. წმინდა არა თავისთავად, ეხლა ჩვენ ხო ვიცნობ საკუთარ თავს, ხო არ მოვატყვილებთ რა წმინდა თქვათ მე ვარ და რაზე უნდა ვილაპარაკო. აქ როცა ვსაუბრობთ სიწმინდეზე, ვსაუბრობთ რამდენად
ვცდილობთ ჩვენ აღვასრულოთ ღვთისნებად, რამდენად ღვთის მორჩილებით ვიცხოვროთ. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია სიწმინდეს ორად აი ამას უწოდოთ და ესეც არის რამდენად ღვთისნება ჩვენში რეალიზდება. რა უშლის ხელს ყოველივე ამას? პირველ რიგში რა თქმა უნდა უშლის ურწმუნოება, როცა რელიგიურ ადამიანს აქვს ურწმუნოება. ჩვენ ხშირად გვიხსენებია სადუკევლები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითია. სადუკევლები თუ ჩვენთვის რაღაც ისტორიაში ჩარჩენილი რაღაც რელიგიური პარტია, რომლებიც ატომღაც უპირატესნი იყვნენ ფარისევლებზე, იმიტომ რომ უფრო მეტი მოშურნეობა ჰქონდათ კარიერიზმის თვალსაზრისით და ჩვენ ვიცით ქრისტეს დროს ის ორი მღვდელმთავარი სიძე სიმამრი, ორივე ანა და კაიაფა, ორივე სადუკევლები იყვნენ და გაბატონებული ის იყო ფაქტიურად რელიგიური პარტია. როგორ ხდებოდა, რომ იუდეველები, რომლებიც პატარა რელიგიურ გადაცნომასაც კი არავის პატიებდნენ და ძალიან მკაცრად იცავდნენ გარეგნულ წესს, თავის წიაღში ყავდათ ადამიანები, რომლებსაც მარადიული სიცოცხლის საერთოდ არ სწამდათ, არც სულის უკვდავების არ სწამდათ. არც ანგელოზის, არაფერს არ სწამდათ რა. არის ღმერთი და ვარ ჩვენა ესე ხორცის როგორც დოსტოევსკი ამბობს, კბილებიანი ხორცები და მორჩა, სულ ეს არის. ანუ როგორ შეიძლებოდა, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც არათუ რამეს არ ღვევდნენ რელიგიაში და სარწმუნოებაში, არამედ ყველაზე მთავარს საფუძველთა საფუძველს აცლიდნენ სარწმუნოებას, მარადიული სიცოცხლე ღმერთში და აბა როგორ იყო რომ ესენი არიდევნებოდნენ და არათუ არიდევნებოდნენ, აგე ძლიერესი პარტია ქონათ შექმნილი და ესე იგი თვითმღვდელმთავრები ხდებოდნენ. საქმეც ამაშია, ნახეთ რელიგიურობას რა ახასიათებს. რელიგიურობას ის კი არ აინტერესებს, მაინდა-მაინც შენ შიგნით რა ხდება. რელიგიურობას აინტერესებს შენს გარეთ რა ხდება, შენ რამდენად გარეგანის ჯულის აღსრულებელი ხარ. თქვათ ქრისტიანობის მაგალითს თუ ქრისტიანობაში თუ გადმოვიტანთ ამას, რამდენად გარეგნულ წესს ასრულებ, რამდენად კანონიკურ ლოცვებს კითხულობ, რამდენად აღიარებ დოგმატებს ყოვლადწმინდა სამების შესახებ და საერთოდ დოგმატში შედის მარადიული სიცოცხლეს ქრისტიანობაში, მაგრამ ამის აღსარებელი ხარ, ვერანაირ ხინც ვერ გიპოვი შენს გარეგნულ რიტუალურ ცხოვრებაში და თეოლოგიურ მსოფლმხედველობაში, ვერაფერ ხინც ვერ გიპოვი და ამავე დროს ზნეობრივი ნორმებიც ისე გაქვს, რომ სასკრიბლო ცოდვებში არ ახარ და ქრისტიანი ხარ, მართლმადიდებელი ხარ. და შენ შიგნით რა ხდება? ამას პრინციპული მნიშვნელობა თითქოს და არ ენიჭება. ეს არის აი რელიგიურობის, რომელზეც ფანატიზმია აღმოცენებული რელიგიურობის თავარი ნიშანი. იმიტომ რომ თავარი ეს გარეგანი არის დამხმარე, გარეგანი არის თქვათ რას ორიენტირების საშუალებას გვაძლევს და ასე შემდეგ. თავარი არის შიგნით რა ხდება. გარეგანი შინაგანზეა დამოკიდებული, შინაგანი ასხივებს ამ გარეგანს და შინაგანი ამ გარეგანშია განივთებული, მაგრამ გარეგანის არსებობა ავტომატურად შინაგანს არ ნიშნავს. აი ამაშია საქმე. ამიტომაც ეს სადუკეველნი არიან ადამიანები, რომლებიც გარეგნულად ჩვეულებრივად რელიგიურები არიან იმ დონეზე, რომ მათ პასუხსაც არავინ არ თხოვს, მაგრამ შინაგანად ურწმუნოები არიან, მარადიული სიცოცხლის არ წამთ, ამიტომ მთელი მათი აქცენტი გადასულია იმაზე, რომ აქ როგორმე მაქსიმალურად სანამ ცოცხლები არიან, მოიწყონ კეთილდღეობა, კარიერა, ფუფუნება, რა ვიცი, წარმატება ყველაფერი და ასე შემდეგ და ღმერთთან ურთიერთობაც ხო ხვდებით როგორია, სუფთა ანგარებიანი, იმიტომ რომ აქ ფში, აქ წყური, აქ მინა კარიერა, აქ მინა დიდება, პატივი და აბა შენი სიღმერთო, მაგიდა წესებს შეგისრულებ. ეს ჩვენთვის იმდენად არის მნიშვნელოვანი, ხა ჩვენ სადუკევლები არ ვართ, მაგრამ ოდესაც ჩვენში მინავლებულია მარადიული სიცოცხლე ჩვენს რეალობაში. მსოფლმხედველობრივად ყველა ვიტყვით, რომ კი სული უკვდავია რა, მაგრამ ჩვენს რეალობაში მინავლებულია ძალიან ხშირად. და თუ მინავლებულია ჩვენში მარადიული სიცოცხლის განცდა, როდესაც პრიორიტეტი ანიჭება მარადისობას და არა მიწიეს, როდესაც ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანი ფთხება, ეშინია, სულმოკლეობას ავლენს, ავად არ გახდეს, რაღაც პრობლემა არ შეექმნას, ბოლო არ მოკლდეს და ასე შემდეგ, ხო? აი როცა აი ამგვარ სულმოკლეობას ავლენს, როდესაც ლოცვაში რასაც არ უნდა კითხულობდეს, აი მამაოჩვენოს ამბობს, ხო? მამაოჩვენოს, აი როცა ადამიანი მამაოჩვენოს ამბობს, ჭამის წინ და ძალიან შია.
ეხლა ის იმ მომენტში ფიქრობს იმას, რომ ეს ლოცვა რისთვის არის პირველ რიგში, რომ ღმერთის შვილობა სურს თუ შია, ხო, ამ წუთში. რა თქმა უნდა, წმინდა მამებმა ეს ლოცვა ჭამის წინ იმიტომ დაგვიდეს, რომ როცა ჭამდა ყველაზე მეტ ფიზიოლოგიური ცხოვრების რაღაც ნაწილი ყველაზე მეტად ვლინდება ჭამის დროს, მაშინაც არ დაგავიწყდეს, რომ ღმერთის შვილობაა შენთვის თავარი ყოფიერების და არსებობის და რელიგიური ცხოვრების თავარი мотиваცია ღმერთის შვილობა არ დაგავიწყდეს ეს, იქაც კი როცა ჭამ აგესმით და რასაც არ უნდა აკეთებდე ყველაფერს ღვთისმსახურებლად უნდა აკეთებდეთ. ამას ნიშნავს ეს. მაგრამ მეორე მხრივ ხო ჩვენ შეიძლება მამაჩვენოს ლოცულობდეთ, ვეზიარებოდეთ, ყველაზე მეტი კიდე აი ვეზიარებოდეთ, როცა ქრისტე უნდა დამკვიდრდეს ჩვენ გულში, გესმით, სამყარო შემოქმედი ჩვენს გულში უნდა დამკვიდრდეს, ეს არის მთავარი მიზანი ზიარებისა და ამ დროს შეიძლება აი იმიტომ ვეზიარები, რომ თქვათ რაღაც პრობლემა მომიგვარდეს, იმიტომ ვეზიარები, რომ ავათავარ და მოვრჩევ, თქვათ და ასე შემდეგ. ანუ კვლავ ხორციელი მისწრაფებები. და ეს არის ფაქტობრივად სადუკევლობა. როდესაც სიტყვით არა, მაგრამ საქმით მარადიულ ცხოვრებაზე უფრო პრიორიტეტული არის მიწიერი საკითხები და თემები თუნდაც კეთილი, თუნდაც ესე იგი უცოდველი, მაგრამ მაინც მიწიერი. ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, ქრისტესთან შედიან კონფლიქტურ სიტუაციაში და ქრისტესთან პოლემიკაში შედიან. ასია თუ ასე არ არის და გამოჭერა ჩვენ ესე რა თქმა უნდა ქრისტესთან პოლემიკაში არ შევდივართ, ამას როგორ გაუბედავთ. მაგრამ მეორე მხრივ უნდა გვახსოვდეს, რომ შინაგანად უთანხმოება ქრისტესთან ჩვენში როგორ როდის ვლინდება. როცა სახარებას არ ვეთანხმებით ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი სოფხედელობით, ჩვენი სიტყვით, ჩვენი საქმით, არ ვეთანხმებით სახარებას. იქ სხვანაირად არის და ჩვენ სხვანაირად ვფიქრობთ, სხვანაირად განვიცდით, სხვანაირი შეგრძნებები გვაქვს, სხვანაირი ხედვა გვაქვს სამყაროსადმი, მოყვასისადმი, საკუთარი თავისადმი, ღვთისადმი, ღვთისმსახურებისადმი. და რო სახარება წმინდა წელი ზოგადად რო კითხულობთ და არ გამხელთ და თუ არ გამხელთ ან წმინდანები ხართ ან არ გესმით და რა ვიცი მე ვფიქრობ რომ მე არ მესმის წმინდა წერილი თორე რავი წმინდანობის რა მეტყობა წმინდანობა ნიშნავს რომ ჩემი გული ღმერთს ხედავს სულ მუდმივად და ესე ვარ? არა ვარ ესე იგი არ მესმის ან უგულებელს ყოფ ან არ მინდა არ მაწყობს ან ხვალისთვის უნდა გადავდო აი ამაშია საქმე ხო და აი ამიტომ ბუფალი ამბობს ამათ გახსოვთ ეს სიუჟეტი აღარ მოყვები რაღაც ეს სიუჟეტს რომ ამბობს 7 ძმა და 1 ცოლი და ასე შემდეგ გახსოვთ ეს სიუჟეტი რომ გამოჭერა უნდათ მოსეს ჯულის მიხედვით ნახეთ მოსეს ჯულის მიხედვით ქრისტეს გამოჭერა რაში უნდათ რომ მარადიული სიცოცხლე არ არის ანუ მარადისობის უარყოფა უნდათ მოსეს ჯულით. აი იეღოვას მოწმეებს ეგრეთ წოდებული იეღოვას მოწმეებს რო აქვს. სახარებით უნდათ გამოგიჭირონ და დაგიმტკიცო რომ ქრისტე ღმერთი არ არის, როცა მთელი სახარება სწორედ იქკენ არის მიმართული რომ ქრისტე ღმერთია. აი ესეთი რამ შეუვლი ადამიანის ზაკვარ გონებას. უფალი რას ეუბნება და ამით ყველა ჩვენგანს ჩვენ ღია თუ ფარულ სადუკევლებს რას გეუბნება არა იცით წიგნი და არცა ძალი ღვთისა. ანუ არ წმინდა წერილი არ გესმით. ღვთის გამოცხადება და არც ძალა ღვთისა, ანუ თქვენ არ განგიცდიათ ღმერთი თქვენში. გესმით სადუკევლობის, ანუ აი ეს აქცენტი რომ მარადისობაზე კი არ არის, აქცენტი რომ მიწიერზეა და ჩვენი გარეგნული რელიგიურობა რო არის მთავარი ჩვენში, ხო, და რას ფანატიზმის წყაროა და ასე შემდეგ, მიზეზი რა არის? არ გვესმის წმინდა წერილი და არ განგვიცდია ღმერთი, არც იცით წიგნი და არცა ძალი ღვთისა. და მე კიდევ ერთხელ რომ მარადულ სიცოცხლეზე რომ მიანიშნებს უფალი და პერსონიფიცირებულ პასუხისგებლობაზე ადამიანისა ცნობილი სიტყვები რა მოგიკითხავთ მე ვარ ღმერთი აბრაამისი, ღმერთი ისააკისი და ღმერთი იაკობის ეს საოცარი სიტყვები ამაზე ხშირად გაგვიკეთებია ჩვენ აქცენტი აი როგორ და ეს და ჩვენ აბრაამის შთამომავლები ვართ ესე იგი ისააკი და იაკობი რატომ? იმიტომ რომ ისინი აბრაამის შთამომავლები არიან და რადგან ჩვენ ახალი აღთქმის შვილები, აბრაამის სულიერი შვილები ვარ და აბრაამის სულიერი შთამომავლობა ვარ, ამიტომ ეს სია არ თავდება იაკობით, არამედ ის გრძელდება თითოეული ჩვენგანის ჩათვლით. გესმით? აი ეს ძალით და პირადი პასუხისგებლობა. ღმერთი ჩემთვის მოკვდა, ღმერთი ჩემთვის ჯვარს ეცვა, მას ჩემს გამო ტყიოდა. აი ეს ამის გაცნობიერება, ამის არ დავიწყება არასოდეს. და კიდევ ერთხელ ეს სიტყვები ასევე არა არის ღმერთი მკვდართა არამედ ცხოველთა, ანუ ცოცხალთა
ცოცხალთა. ანუ მე წამს ღმერთინია, მე ეს ნიშნავს, რომ მე ვარ ცოცხალი. ღმერთი არ შეიძლება იყოს მკვდრის და თუ ცოცხალი ვარ, არა ფიზიოლოგიურად თავისთავად ცხადია, ხო? ფიზიოლოგიურად ცხოველი ცოცხალია. ესე იგი მე თუ ღვთის წინაშე ცოცხალი ვარ, შეუძლებელია რომ მე მას არ ვხედავდე და რადგან ვერ ვხედავ, ესე იგი ჯერ ცოცხალი არა ვარ. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ეს უნდა გქონდეს ეს დაუოკებელი ჟინი სწრაფისა, ღვთის ძიებისა, რომ სანამ ცოცხლები ვართ, ხორცში ვართ, მოვასწოროთ, მოვახდინოთ რეალიზება იმისა, რომ ღმერთი გავიცნოთ და ის ოდნავი შეხება და ინტუიცია გადაიზარდოს ნამდვილ ღმერთთან კომუნიკაციაში და ნამდვილ ღმერთთან ურთიერთობაში და ნამდვილ ზიარება ეს კომუნიკაციას ნიშნავს, ხო, ეს ზიარება ნამდვილ ზიარებაში და ეს ზიარება ჩვენთვის რიტუალად არ დარჩეს, ღმერთმა დაგვიფაროს. როგორია ადამიანი, რომელშიც შეიძლება აი ეს რეალიზდეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ? აი პეტრე მოციქული ამაზე გვესაუბრება დღევანდელ ეპისტოლიაში, პირველი ეპისტოლია პეტრესი, ესეთ რამეს ამბობს, ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და ეს ნახეთ ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და ადამიანმა ხო შეიძლება თქვას, რომელ სულელს არ უნდა სიცოცხლე და დიახ, რომელ სულელს არ უნდა. ხო, იმიტომ რომ დიახ, სიცოცხლე ხო არ არის ბიოლოგიური სიცოცხლე, რომელიც ცოტა ხანში დამთავრდება. ნამდვილი სიცოცხლე და ვისაც სურს ადამიანს სიცოცხლე იესო ქრისტეა. მე ვარ სიცოცხლე ამბობს უფალი. გესმით? აი დოსტოევსკის სიტყვები ხშირად მithქვავს. ადამიანს თუ სიცოცხლე უყვარს, თავის საქმის თავის ადამიანური მიზნის 50% გაკეთებული აქვს და ვამატებთ ხოლმე მეორე 50% არის როგორ მოვიპოვოთ ეს სიცოცხლე. გესმით, რომ ბიოლოგიურად ცხოველი ცოცხალია. აი ეს ვისაც სურს, კითხვა დაუსვათ საკუთარ თავს, გსურს სიცოცხლე. ურწმუნო ადამიანს ხო სიცოცხლე არ სურს. რა არის ის, რომ უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე ათეულ წელიწადში 3 კილო ძვლად რო იქცევა და მისი სხეული რომ მიწაში გაიხრწნება, არის ის? ხო იცის? და რატო არ ფიქრობს? იმიტომ რომ არ უყვარს მას სიცოცხლე. აბა რა უყვარს? ეხლა ყავადალია, ეხლა სიგარეტი მოწია, ეხლა დათვრა, ეხლა იმრუშა, ეხლა პატიმოყვარება და აი კმაყოფილა, რადგან ბიზნესში და სამსახურში და კარიერაში წარმატებას მიაღწია. აი ამით ცხოვრობს ადამიანი. ან შურიზიებით ახსილია და ასე შემდეგ. ან რაღაც ესე იგი მოკლედ რა არ ვიცით როგორ ხდება, ხო ვიცით? ამით ცხოვრობს. სიცოცხლე თუ გიყვარს, კაცო, შენ რო დომინოს თამაშობ და თქვა იქ რა ქვია ანეკდოტს ყვები იმ დროს და ბინძური სიტყვით იგინები. მე გეკითხები გაჩერებ, გაჩერდი, ცოტა ხანი გაჩერდი. სიცოცხლე გიყვარს? გიყვარს სიცოცხლე? გესმის და ეს კითხვა ჩვენ ქრისტიანებმა საკუთარ თავს უნდა დაუცვათ, როცა სიცოცხლეს, რომელიც არის ღმერთთან ერთობა, რომელიც უნდა რეალიზდეს ამ სამყაროში, სანამ რაღაც გარკვეული დრო გვაქვს და მე პასუხს ვაგებთ, რამდენად ვეძებთ სიცოცხლეს იმ ჟამში, რომელიც ჟამის განგვიწესა ღმერთმა ღვთის ძიებისათვის. ატომოდი ამ ქვეყნად ადამიანი კითხულობს, მოდიან ხოლმე ჩემთანაც, აი რავი მამო, აი რავი ჩემი ცხოვრების მიზანი რა არის? შენ გაოცებული ვარ. რა არის ის შენი ცხოვრების მიზანი რა არის? რა არის? რა და ღმერთი ეძებო, მეტი მიზანი არა გაქვს. დანარჩენი ყველაფერი ამის თამდებია უბრალოდ. ღმერთის მაძიებელი ადამიანი თეფშას რო რეცხავს, ისიც ღვთის დიდებაა, იმიტომ რომ იმით სიკეთეს აკეთებს, იმ გარეცხილ თეფს მოყვას დაუდებს, რომ იმას სულთად შეჭამოს. მაგრამ თუ ადამიანი უღმერთო ცხოვრობს, რაც გინა აკეთეს, სულ ერთია, შენთვის არაფერს წყალობა, არაფერს შედეგი არ ექნება. გესმით, აი ამაშია სიცოცხლის სიყვარული. და მე აგზელებს, ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და იხილოს კეთილდღეობა რა, რომ მოკვდები, არა, ის დღე, როცა ღმერთთან შევხვდებით და მე როგორ უნდა იცხოვრო, მისცე მენას, ბოროტის თქმის ნებას, ნუცა მისი ბაგენი იტყვიან ზაკვას. ნებას რატო? იმიტომ რომ ენა მიდრეკილია ცუდისკენ, იმიტომ რომ გულზეა ბიმბული და გული კიდე უკეთურია, იმ გულის გაწმენდის თავიდან მაგი არ ვთქვით, რომ გულის განუწმენდავე გულია პრობლემა. ანუ ღმერთთან კომუნიკაცია რატო არ გვაქვს? იმიტომ რომ გულს არ შეუულია ეს და გულს რო არ შეუულია, ეს ენაში ვლინდება და ენას რომ ამ ბოროტების თქმის უფლებას არ აძლევ, უსიყვარულოდ წარმოთქმული სიტყვების უფლებას რო არ აძლევ, ეს ეხმარება უკუკავშირის საშუალებით, რომ გულის ძნელელა გათავისუფლდეს ბოროტისგან და თუ ლოცულობს ადამიანი მით უმეტეს. და მე ნახეთ როგორ ამბობს. რადგან გვაფრთხილებს უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ და მისი ყური
მათი ლოცვა ვედრების მიმართ. ანუ ღმერთი უყურებს ყოველი ადამიანის გულს. არ არის არც ერთი წამი, როცა ღმერთის გარეშე ვართ. და თუ მართალი ხარ, ანუ მართალი ვინ არის, ვინც ცდილობს ამ ყველაფრის რეალიზებას, ღმერთის ძიებას, სიცოცხლის წყურვილი აქვს, ღმერთს ეძებს, ხო? და ღმერთთან კომუნიკაციას ცდილობს, ევედრება, ლოცულობს. ღმერთი უყურებს ამაზე, მაგრამ მე ანახეთ რა წერია, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტ მოქმედ. და ვინ არის ბოროტ მოქმედი? სამწუხაროდ არა ის, ვინც მაინდა-მაინც მანიაკია და ესე იგი საშინელებებს ჩადის. არამედ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ღვთის ნების საწინააღმდეგო ცხოვრობს. ის არის ბოროტის მოქმედი. ბოროტება ამ სიტყვის მისტიკური და გნებავ ტრანსცენდენტული გაგებით, ხო? არის, როცა ტრანსცენდენტულ ყოფიერებას, რომელიც ერთადერთი ყოფიერებაა, წqdები და საკუთარ ღვთის ხატება და მსგავსებას უბედურებაში ამყოფებ. ეს არის ღვთის ნების საწინააღმდეგო ცხოვრება და რისხვით უყურებს. აი ეს სიტყვა რისხვა პეტრე ხო ახსენებს. ესე იგი, უფალიც ამბობს ამის შესახებ სახარებაში და პავლე მოციქული ძალიან ბევრს საუბრობს ამაზე. და ჩვენ ქრისტიანები დაჟინებით ვიმეორებთ, არა კაცო, ღმერთი მოწყალია, პრობლემა არ არის. ხო, ცხოვრობ ესე როგორც ღმერთი ხო მოწყალია, ღმერთი ხო ჩვენთვის მოკვდა, ღმერთი ხო ჩვენთვის მკვლელები, კი, მკვლელი შეიძლება ვიყო, მაგრამ ის ხო ჩემთვის ლოცულობს. და გვავიწყდება ეს სახარების ეს ნაწილი, სადაც ღმერთი ჩანს როგორც დიდი სიყვარული, გვავიწყდება სახარების და წმინდა გამოცხადების მეორე ნაწილი, სადაც ჩვენი პასუხისგებლობაზეა საუბარი, რომ ეს მოწყალება რომ გაითავისო, შენ მინიმუმ ეს უნდა გინდოდეს და ეს სურვილი საქმეში უნდა გამოვლინდეს. ხოლო შენ თუ არ გინდა და ცხოველივე ცხოვრობს, ეხლა აი გესმით, ცხოველს არ შეუძლია ღმერთთან მამაშვილი ურთიერთობის დატევნა, იმიტომ რომ ის ცხოველია. ამიტომ აი ეს რისხვა არის ეს პასუხისგებლობა, მე კი არ განგჟი უფალო გეუბნება, არამედ სიტყვას, რომელსაც მე ვიტყოდე, იმით განისჯები შენ და ეს სიტყვა საშინელი სიტყვაა, იმიტომ რომ უზარმაზარი ზნეობრივი პასუხისგებლობის წინაშე დაგვაყენა ღმერთმა, როცა გვითხრა, რომ მე შექმენი შენ ჩემ შვილად. და თუ შენ ჩემ შვილობაზე უარს ამბობ, შენ ამბობ უარს სიცოცხლეზე. არ არის ეს პასუხისგებლობა. და შემდეგ პეტრე მოციქული გვეუბნება, რაც წეგანაც გითხარით, რომ უფალი იესო ქრისტე წმინდა ჰყავთ თქვენს გულში. ქრისტე წმინდა ჩემს გულში, ცით რას ნიშნავს? ჩემი გული მართლა წმინდა ხდება ამ დროს, იმიტომ რომ მე მის გარდა, მის გარეშე არაფერი მყავს გულში, როგორც პავლე მოციქული ამბობს, არაფერი დავიდე გულსაშინა ჩემსა გარდა იესო ქრისტეს ისისა ჯვარცმულისა, არაფერი არ არის გულში გარდა ქრისტეს. ეს იცით რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი სამყარო ჩაეტევა შენს გულში. იმიტომ რომ ქრისტემ ყველა მოიზიდა. ანუ ვისაც ქრისტე ყავს გულში, მას აი წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელსაც ქრისტემ მთელი სისავსი ყავს გულში, როგორც შეიძლება ხორციელმა ადამიანმა დაიტიოს. მას ყველა ადამიანი უყვარს. მისი გული მართლაც ზეცად ხდება და ქრისტე ხელგაშლილი ყველას იხუტებს ამ ადამიანის გულში. ქრისტე წმინდა ყავთ თქვენ გულში და მარადჟა მზათი ყავით და თუ ქრისტეა მართლა თქვენ გულში, როგორ იყო, რაში გამოვლინდება მზადყოფნა, რომ სიმდაბლით მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინც გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას. რა თქვენი ამ შემთხვევაში მისიონერული აქცენტია, ესეთი იმედიანად, ესეთი გახარებული, რატო ხარ, იმიტომ რომ ქრისტე გულში მყავს. და ეს ჩემი სიტყვა სიმდაბლით და მოწიწებით, მოყვასისადმი სიმდაბლით და მოყვასისადმი მოწიწებით შეზავებული ადამიანს განაწყობს, რომ დაგიჯეროს, გენდოს და ისიც ქრისტიანი გახდეს. აი ჩვენი საკეთებელი, საკუთარი თავისათვის ღვთის წინაშე, მოყვასის წინაშე, ეკლესიის ძლიერება, ჩვენი სამშობლოს ძლიერება, ეს არის მხოლოდ. ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ ეს ყველაფერი დავინახოთ, გავიგოთ, გავიაზროთ, მივხვდეთ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.